1500 დღე გაატარა გლებთან ერთად. იმ პერიოდში ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო. რა გასწავლათ გლებთან ცხოვრებამ თქვენ? არის ფენომენალური სოციალური სისტემა. ჩვენთვის მგელი ასოცირდებოდა ბოროტ და უაზროდ ბოროტ არსებასთან. აი ნორმალურად გაზრდილი მგელი 2.5 წლის ბავშვის დონეზეა. კიდევ ერთხელ მინდა მოყვეთ ამბავი იმის შესახებ, რატო არ არის ცირკში მგელი. როგორც ძაღლს ისე ვცდილობდი გამეწვნა. არ იწვრთნება. არ იწვრთნება. და ამიტომ ვეტყოდი ადამიანებსაც, რომ შეშინებულ ადამიანებს არ ანდონ თავის ბედი. მგელი, რომელიც ჩამოდის და ცხრით იკვებება, ის უკან დამბრუნებელი არ არის. გლები როგორ ექცევიან ხოლმე თავის ოჯახში, თუ ყავთ უტვინო მგელი. აუცილებლად უნდა მოხდეს აგრესიის რიტუალიზირება. ხოში მარტო ჩვენ გვაქვს? ხოში. გლებს აქვთ ხოში? მეხსიერება აქვთ ფენომენალური. სამაგიეროს გადახდა თუ იციან. ეს ახსოვთ სიკვდილამდე. როგორ ეხმარებოდით გლებს ნადირობაში და როგორ გახდით მათიანი? როლები აქვთ განაწილებული. ერთი ჩასაფრებულია, მეორე მირეკავს. რამ შეგვცვალა? ადამიანებსაც ხო აკვირდებოდით? ტვინი უნდა შეიცვალოს. და უნიკალური ადამიანი ბრძანდებით საამაყო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს საქართველოს კლავს. მე ხო ვიცი. და რატომ აკეთებენ ადამიანები ასე? ერთი პერიოდი სუდასაცინი ვიყავ. ჩუანაკლები ხარ. რადგინდა მგელი. მინდოდა. დღეს არ ვარ ჩემ სტუდიაში, სტუმრად ვარ მეცნიერ ეთოლოგ იასონ ბადრიძესთან და მასთან ვისაუბრებ წიგნზე მგლისა და კაცისა. მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია და წიგნის დღე. მე დღეს არ ვარ ჩემ სტუდიაში, სტუმრად ვარ მეცნიერ ეთოლოგ იასონ ბადრიძესთან და მასთან ვისაუბრებ წიგნზე მგლისა და კაცისა. სანამ წიგნზე ვისაუბრებ და სანამ ზოგადად გლებზე, ადამიანებზე და მეცნიერებაზე, მინდა მადლობა უთხრა ჩვენ სპონსორებს თის წყალს, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე და საქართველოს უნივერსიტეტს, რომელიც ამბობს, რომ თავისუფალი ადამიანის გონებაში იბადება სამყაროს შეცვლის იდეა. იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, ხოლო თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს. ჩემი სტუმარი დღეს სწორედ ასეთი ადამიანია, რომელმაც შეცვალა სამყაროში წარმოდგენები, ქართულ საზოგადოებაში მინიმუმ და ზოგადად საზოგადოებაში წარმოდგენები იმის შესახებ, რომ homo homini lupus ასე არ არის. გლისა და კაცისა არის უნიკალური გამოცდილება ეთოლოგ მეცნიერ იასონ ბადრიძისა, რომელმაც 1500 დღე გაატარა გლებთან ერთად და შეისწავლა მათი ქცევა, გახდა მათი საზოგადოების ნაწილი. დაწერა გლების ცხოვრებაზე არაჩვეულებრივი წიგნი და სხვათა შორის თუ კი რამე შეიძლება ადამიანზე გავიგოთ, სწორედ აი ასეთი წიგნებით ვიგებთ. რა შემთხვევაში არიან ისინი? უაზროდ მავნებლები, ზოგჯერ ბოროტები, როგორ უშლის სისტემა ხელს მეცნიერებას, რა არის შიში და ჩემი საყვარელი ციტატა შიშზე სწორედ იასონ ბადრიძის წიგნიდანაა და ძალიან მიხარია, რომ მასთან გასაუბრების საშუალება მომეცა. მოგესალმებით ბატონო იასონ, ძალიან დიდი მადლობა. არაფრის. თქვენთან პირველი კითხვა მაქვს ასეთი, რა გასწავლათ გლებთან ცხოვრებამ თქვენ? რთული სათქმელია, მაგრამ ყველაზე პირველი გულწრფელობა ჩვენგან განსხვავებით მათ არიციან დამალვა რასაც ფიქრობს იმას აკეთებს ჩვენგან განსხვავებით. ეს არის პირველ რიგში. მეორე რიგში არ
არის ფენომენალური სოციალური სისტემა. არ არსებობს არავითარ შემთხვევაში ფარისევლობა. ეს პრინციპში როგორც ასეთი არ არსებობს მათ საზოგადოებაში. მგელი ცხვარს ჭამს. ამიტომ არის საბჭოთა პერიოდში სოციალისტური მეცხოველეობის მტერი იყო. მაგრამ ის მეცხვარე რას იხდის? ეგრეთ წოდებული საშემოსავლოს ხო იხდის სახელმწიფოს. სახელმწიფო ამაში არაფერს არ ხარჯავს. და ბუნებად სარგებლობაში საფასურს რეალურად მგელი იღებს. მოგეუბნებით საბჭოთა მეურნეობის მტერი იყო და ეს დარჩა კიდეც. მეორე მხრივ მე რაც მინახია ადგილები, სადაც მგელი ფაქტიურად გაწყვიტეს. გაივსო გაველურებული ძაღლებით. და გაველურებული ძაღლი ადჯერ უფრო უარესია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ვიდრე მგელი. მგელმა დღეში მხედველობაში ზომა იცის. ახლა ფარეხში რო შევა იქ შეიძლება ყველა დახოცოს, მაგრამ ამას მიზეზი აქვს. ცხვარი რო გაჩერდეს არ გაინძრეს, ერთს შეჭამს და წავა. სხვადასხვის ამერიკელებს ბევრჯერ აქვთ აღწერილი, როდესაც მგელი ირმის ჯოგს გაიგდებს, ზოგი გამოცდილი ირემი ჩერდება, ჩაურბენენ იმას გვერდზე და მისდევს დანარჩენ ჯოგს. მოძრაობას მისდევს მგელი და მოძრაობას მისდევს. სხვადასხვის ეს რეაქცია მოძრავ საგანზე სულ ლეკვიდან აქვთ. არ შეუძლია აი თაგვი არის თაგვი ნახა დაღნოსას და წავა. მოძრავზე იქ უკვე გაჩერება არ შეუძლია. არის ფენომენალურად საინტერესო ცხოველი. ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ 2-2.5 წლის ბავშვი რა საზრიანია. აი ნორმალურად გაზრდილი მგელი 2-2.5 წლის ბავშვის დონეზეა გონიერებით. უცნაურია ეს, მაგრამ ახლა რატო 2-2.5 6 თვე უზარმაზარი დრო არის განვითარებისთვის. მაგრამ აქ უკვე გააჩნია მშობელს. მშობელი, რომელიც ბევრს დროს უთმობს ბავშვს, ასწავლის, ეთამაშება. ის 2 წლის ასაკისთვის უკვე საკმარისად საზრიანია. ვინც ნაკლებს დროს უთმობს, ის 2.5 წლის ასაკისთვის არის ეწევა იმ 2 წლის ბავშვს. მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ კოგნიტიური უნარის თვალსაზრისით
წყინვალე დონეზეა. ისე რომ პატივისცემის ღირსია. ნამდვილად თქვენი ლექციები, თქვენი გამოსვლები და წიგნი, ზოგადად სამეცნიერო შრომა გლებს რო შეეძლოთ, მადლობას გეტყოდენ, იმიტომ რომ ჩვენი სტერეოტიპები გლებზე შეიცვალა. იმიტომ რომ ჩვენთვის მგელი ასოცირდებოდა ბოროტ და უაზროდ ბოროტ არსებასთან. მაგრამ ჩვენ რაც ვისწავლეთ, პირადად მე მაგალითად, იმ დღესაც ვამბობდი, რომ შიშარა ადამიანებზე თქვით ერთხელ, შიშარა მგლებზე, რომ შეშინებული როცა არის, მაშინ კარგავს ზუსტად იმ თავის ჩვეულს აქციელს, ხო? და შიში აკეთებინებს აგრესიას იწვევს შიში. და ამიტომ ვეტყოდი ადამიანებსაც, რომ შეშინებულ ადამიანებს არ ანდონ თავის ბედი. ახლა უშიშარი ადამიანი მარტო იდიოტია. არ არსებობს ამისთან. სხვა ამბავია, როდესაც კრიტიკულ სიტუაციაში თავს ფლობ და გონიერად მუშაობ. კი, ეს იგულისხმება. ეს უკვე ვაჟკაცობა არის. თორე უშიშარი არ არსებობს. კლინიკური ეგზემპლარია უშიშარი ადამიანი. ხო, უბრალოდ შეშინებული რომ გელი არ უნდა შეაშინო, თორე ის მერე უფრო აგრესიული ხდება და შიში არის აგრესიის წყარო. და თქვენი შეხვედრაც გამახსენდა, წიგნში გიწერიათ გელთან პირველი შეხვედრა. და თქვენთანაც ეს ხო არის, თქვენი შიში მართეთ და ამიტომაც შედგა ეს მეგობრობა. უეჭველად. ნუ ჯერ ეს ერთი მარტო მაგითომ არა. იმიტომაც რომ მტერი არ ვიყავი მაგათი. ნეიტრალური ადამიანი ვიყავი და არ გავრბოდი მაგისკენ. მთელი აი ამ კონტაქტის დამყარებაში მთელი მუღამი, ასე ვთქვათ, იყო ის, რომ თვითონ მოსულიყო. კი არა მასთან, თვითონ მოსულიყო. და მადლობა ღმერთს გამოვიდა. ვგეუბნებით მე, ჩემზე იმ პერიოდში ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო. და ეს ბედნიერება გაგრძელდა 1500 დღე, ხო? და იცით კიდევ რა მაინტერესებს? ეხლა თქვენი მამაც შევარდენში იყო და ამ გუნდს რა დაემართა, იცით კი? თქვენი შვილიც დიპლომატია და თქვენ საბჭოთა კავშირში წიგნში ეს გადასარევად არის, აი როგორ გიშლიდათ სისტემა ხელს მუშაობაში. სისტემა ნუჯერ ესეთი მასხარად მიგდებდნენ. რატომ გელი და რა ირემი იჭმევა, გლის არც ტყავი ვარ გადა არც ხორცი. ეს ერთი პერიოდი სუდასაცინი ვიყავი. რატო ჯუანაკლები ხარ, რადგინდა მგელი. მინდოდა. კი, და გარდა იმისა, რომ დაცინვა მარგინალიზაციის წესია სისტემის, რომ ადამიანი გაამარგინალოს და სერიოზულად არ აღაქმევინოს საზოგადოებას, მაგრამ კიდე ხო ქონდათ შემთხვევა, როცა თქვათ, აი GPS მოწყობილობა, რომელზეც თქვენ იწვალეთ, გააკეთეთ ეს, რომ ჩამოგართვეს, ანუ იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს ხელი შეეწყო, პირიქით ხელს გიშლიდა, თორე შეიძლება კიდე უფრო მეტი ცოდნა ქონოდა ჩვენ საზოგადოებას. იმ პერიოდში აი GPS-ები მეთხილამურეებს კონდათ მარტო და რატო ამაგრებდნენ თხილამურზე და ჭრიჭინით ადგენდნენ ის სწორედ მოძრაობს თუ არა. სხვა კატეგორიულად არ შეიძლებოდა. მეგობრებს ვთხოვე და გამიგეთეს. ამიწყეს ის GPS-ი. მაგრამ წამართვეს და ამიმტრეს ფეხი და მდრო ჯერ ესეთი ჩამჯდარი ვიყავი ქვის უკან ჩნილში. ეს გარეჯისკენ. და ის სიგნალი რო გაიგეს ეთქვა
შპიონი ვეგორით. და უცბად ბეჭებში რომ მოხდა კონდახი. აი იქ ახლო ბენზინი რო ყოფილიყო აინთებოდა. ისეთ ნაბერძკლები გადმოვყარე. მოგლე დამაძახებინეს ის მგლები მოხსენი და იქვე გადამემტვრიეს. მე მაგის მერე არც გამიკეთებია მართალი გითხრათ. ხელი რო შეეწყო სახელმწიფოს, ანუ ყველანაირი რესურსი რო გამოეყენებინა, თქვენ რისი გაკეთება გინდოდათ კიდევ მაგალითად? ნუ ძალიან ბევრი გააკეთეთ ამ სფეროში, მაგრამ ალბათ კიდევ იყო ხო რაღაც საშუალება იმის რომ მინდოდა არა მარტო ექსპერიმენტში, არამედ ბუნებაშიც მენახა, იცით, აი დასაბუთებული რო ყოფილიყო კოგნიტიური მოქმედების დონე, უნარის დონე. მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვასწარი. ეს ძალიან მე 22 მგელი გავუშვი. ბუნებაში, ნუ ჯერ ცხადია. მოამზადეთ ყვეობაშივე, მე ველზე დავდიოდი მათთან, ყველა სარწყულებლები ჩლიქოსნები შედიკრიბებოდნენ, შეწყალსვავდნენ, ეს ყველაფერი უნდა მესწავლებინა. და რაც თავარია, მესწავლებინა ნადირობა. მოკლედ მოღერხდა ვასწავლე. და მე რო გავუშვი 4 წლის განმავლობაში თითო ჯგუფს დავყვებოდი. თვალყურს ვადევნებდი. ვასწავლე ისე რომ შინაურ ცხოველებს არ ერჩოდნენ და უცხო ადამიანებს გაურბოდნენ. ეს იყო ასეთი დელგადო ფულს აკეთებდა კორიდაზე და ხარი უზარმაზარი ხარი ელექტროდები ქონდათ თვიში ჩანერგილი და რომ მოდიოდა ამაზე 1-2 მეტრში აჩერებდა ელექტრო გაღიზიანებით. ახლა მე თვიში ელექტროდებს არ ჩაუნერგავდი და მოიგონე საყელო. საწვრთნელი საყელო. საწვრთნელი საყელო. რომელიც სხვათა შორის არ არის სამწუხაროდ დაპატენტებული, თორე იასონ ბადრიძის სახელი უნდა ერქოს წესით. დიდი ფული მექნებოდა. დიდი ფული მექნებოდა, მაგრამ თელი ამბავი რა შეიყო. ერთმა არ მინახა დავასახელო. საკმარისად დიდი თანამდებობის კაცმა მთხოვა ავტორობა. მეუთხარი ბატონო ჩემო, აი სად თქვენი სპეციალობა და სად ეს და უარი უთხარი. და ამასობაში წიგნი მქონდა გადაცემული ჩემი პირველი წიგნი მგლებზე. მაშინ გამცემლობაში 1 წლის მერე უნდა გამოსულიყო და მანამდე ვასწრებდი პატენტს. და რო დაიმოღვა ყველაფერი გააკეთა რომ წიგნი ადრე გამოსულიყო და გამოცემულ შრომაზე პატენტს აღარავინ აღარ გაძლევს. აი ესე იქცევიან ადამიანები და ბოღმა ისე მგლებში არის ბოღმა. დამახსოვრება მე ხსიერება აქვს
ფენომენალური. თქვენ როგორ აღმოაჩინეთ ეს, რომ აი მათი მეხსიერება როგორია, რას იმახსოვრებს, სამაგიეროს გადახდა თუ იციან? აი მაგალითად მე მაიმუნებზე ვიცი რომ იციან სამაგიეროს გადახდა. აი მგლებში როგორ არის გლურ საზოგადოებაში? სამაგიერო არ არის გაფუჭებული ურთიერთობა. მე ერთი ძუ ყავდა რუხი და რაღაცა ვაწყენინი. უსამართლოდ მოვიქეცი მოკლედ. და დავკარგე ყოველგვარი ურთიერთობა. იმდენად რომ რამდენჯერმე მეცა და მომიხდა დახჭობა ბოლომდე კი არ ვავკალი როგორ დაიკარგა და მე მომიხდა ბათუმში მიცემა ვერაფრით ვერ შევერიგე ეს ახსოვთ სიკვდილამდე რამდენიმე წლის მერე ჩავედი ბათუმში მაინტერესებდა უამრავი ხალხი იყო ვოლიერის გარშემო გამომთვალა იქ ნოსვით არ ვიცი რითი და გააფთრებული იყო აი საშინლად შემჭამდა რომ შევსულიყო მოკლედ ეს დამახსოვრება მაგრა იციან ჩვენ ვისაც თქვენი ყველა წიგნი წაკითხული გვაქვს და ყველა ლექცია მოსმენილი კი ვიცით, მაგრამ ჩვენ გვიყურებენ ახალგაზრდებიც, პატარებიც და მათთვის კიდევ ერთხელ მინდა მოყვეთ ამბავი იმის შესახებ, რატო არ არის ცირკში მგელი. ბავშვები რატო ვერ ნახავენ ცირკში მგელს, რომ მგელი არ თვინიერდება, აი ამ განსხვავებები ძაღლსა და მე ძალიან მაინტერესებდა ეს მაშინ გამოუცდელი ვიყავი. როგორ ძაღლს ისე ვცდილობდი გამეწვნა დაჯექი ხორცის ნაჭერს მაქსიმუმ მესამე დაჯექისი და ხორცის ნაჭერი არ აჭდებოდა მოგვარდებოდა ხელში და წაგართმევდა იმ ხორცს აი გალიაში თუ იჯდა დაჭდებოდა თაცაც მოგცემდა თუ სხვანაირად ვერ გართმევს ასე უნდა იმოქმედოს რომ გამოგართვას ის ხორცი მიიღოს და აი სწორედ მაგითო რომ ვარიანტი არ არის რომ არ იწვრთნება აი რომ ახლა მეორე მხრივ პარადოქსია გალიაში დაჭდება თაც მოგცემს მაგრამ თავისუფალი როა წაგართმევს. ესე იგი გალიაში რაღაც ტაქტიკური უკან დახევა უბრალოდ ცოტა თავისუფლებაზე აღარ გემორჩილება. ვერ ხდება. და ძაღლში რა შეიცვალა? ეგერთი განსხვავებაა ძაღლს და მგელს შორის, რომ ეს გენი შეეცვალა დამორჩილების. ცხადია. სხვადასხვის საინტერესო ექსპერიმენტი იყო ნოვოსიბირსკი. თან შემთხვევით მელიების ფერმა იყო იქ ბეწველს ამზადებდა და ეს მელიები კვეთდნენ მოვლენებს და სულ ბიულეტენის შეხვეული თითი და გადაწყვიტეს რომ ნაკლებად აგრესიული გამოიყვანათ გადარჩევის გზით და საოცრება მოხდა. ნაკრები აგრესიული რო გამოიყვანეს, კუდი ჩაეხვა და ზურგზე ბეწვი სხვა მიმართულებით გაიზარდა. აი ძაღლებით ლაიგებს რა გვთ ისეთი კუდი გაუხდა. ცხადია ბეწვის თვალსაზრისით არ ვარგოდა. მაგრამ ეს შემთხვევით აღმოჩენა იყო ნაკრება აგრესიულობის ნიშნით
გადარჩევის დროს კუდი ეხვევა. ძაღლების უმეტესობას მასე აქვს კუდი. კი. კიდევ ძალიან საინტერესოა, ესეც მინდა ჩვენი გადაცემიდანაც ისმოდეს, რატომ არ უნდა ინადირონ თებში მგლებზე, ანუ არ უნდა ავიდნენ. თქვენ ამბობთ, რომ აი ჩამოსული მგელი კიდევ შეიძლება ადამიანმა უკვე სოფელში ჩამოსული, ხო? აი რა მექანიზმი მუშაობს მანდ და როგორ გარდა იმისა, რომ არა ადამიანობა ესე ასვლა მგლის მოკლა და ამით გართობა, ამას გარდა ბიოლოგიურ კანონზომიერებასაც ვარღვევთ, ხო? ძალიან კარგი კითხვა, მადლობა. ახლა ის მგელი რომელიც ჩამოდის და ცხრით იკვებება ის უკან დამბრუნებელი არ არის და ის ლეკვები რომლებიც გაუჩნდება იმათაც ასწავლის ცხვარზე ნადირობას და ეს გახდება ტრადიცია. ის მგელი რომელიც ტყეშია ის შველზე, ირებზე, კურდღელზე, ხნელებზე არის ძირითადად. ახლა მონადირეები მგელმა რატო უნდა შეჭამოს, მე შევჭამ იმ ირებს. მაგრამ საქართველოში საუბედუროდ ამ ეგრეთ წოდებულმა ყველა მადლობა ღმერთს, მაგრამ დიდმა ნაწილმა ეგრეთ წოდებულმა მონადირეებმა ამოხოცეს ყველაფერი. მე გეტყვით მარტო აი ლაგოდეხის ნაკრძალი, ან ბორჯომის ნაკრძალი. მგელი ამოწყვიტეს ლაგოდეხში. შვიდას ირემი იყო. ეს ნორმა იყო იმ ლაგოდეხის ნაკრძალისთვის აბსოლუტური ნორმა. მგელი რო ამოწყვიტეს გაიზარდა ირიმის რაოდენობა 1480. იმ დღეში ვერ დაეტია, საჭმელი არ იყო. გავიდა ალპურ ზონაში. ალპურ ზონა კიდე არჩვის, ანუ ფსიტის ეპარქია არის. ცხადია, არჩვი კონკურენციას ვერ გაუწევს ირებს და არჩვის რაოდენობა ძალიან შემცირდა, აი თითქმის გაწყდა. მე ეს ალპური ზონაც არ იყო და დაიწყო საჯიხვეებში ასვლა და ეს ჩემი თვალით ამაკ ნანახი ირმის და ჯიხვის ჩხუბი ამ ალპურ ზონაში. ეს ჯიხვი თავის ეპარქიას იცავს, ჯიხს კიდე საჭმელი არ ყოფნის, თუ ის ირემს საჭმელი არ ყოფნის. აი ერთი მონადირის ასვლამ შეიძლება მთელი პროცესები მიყოლებით გამოიწვიოს არასწორი პროცესები. უშველის ამას კანონის მიღება მაგალითად ან რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ჩვენ ნაკლებად ჩავერიოთ ასე მავნებს შეიცვალოს. იმდრო კანონერა ირემზე არ ნადირობენ, აკრძალულია კანონით. ან შველზე არ ნადირობენ. იმდრო ხო გეუბნები ძალიან დიდი საკმარისად მოკლედ პროცენტი მონადირეების ბრაკონერები არიან. მადლობა ღმერთს, წესიერი მონადირეებიც არიან. მაგრამ როდესაც თუნდაც ორი კაცი იყოს ბრაკონერი, ორი მე ჩემი თვალით მინახია ივრის ჭალაში 10 ღორი მოკლეს.
10-2 მაშინ მანქანაში რო ვერ შეტენეს ნივაში დახარეს იქვე ეს გაუმაცხრობა წარმოუდგენელი გაუმაცხრობა გლები როგორ ექცევიან ხოლმე თავის ოჯახში თუ ყავთ უტვინომგელი მაგალითად რომელიც აი ესე ცუდად იქცევა პირველ რიგში ერთი წლის რო ხდება მგელი ჯერ კიდე პატარა აი რეალური ჩხუბები აქვთ სადაც 7-8 თვემდე ასეთი შემდეგ ხდება აგრესიის რიტუალიზირება დემონსტრაციები მარტო ყოველგვარი სისხლის გარეშე და ზოგს ხანდახან ეს რიტუალიზირება არ ვითარდება და რეალურ აგრესია რჩება ამისთანაც ან მოკლავენ ან გააგდებენ მაგრამ ყველაზე ეს გაგდებული ჩამოდის ხო მერე სოფელში ადამიანები შესაძლებელია ან ის ახალგაზრდა მგელი რომლის მშობელიც მოკლეს მონადირეები აჩვევენ ხელოვნურად აჩვევენ ამ შინაურ ცხოველს თორე ის მშობელი რო არ მოეკლათ ეს არ ჩამოვიდო და აბარაქნას ირემზე ნადირობა არ შეუძლია ყველაზე ადვილია შინაური ცხოველი ეს აუცილებლად უნდა მოხდეს აგრესიის რიტუალიზირება იმიტომ რომ აი ლეგვებში არ არის რიტუალიზირებული აგრესია და ისეთ ჭრილობებს აღენებენ ერთმანეთს პატარები რომ ხშირად იღუპებიან მშობლები ასწავლიან ამ არა ეწინააღმდეგებიან არ უგრძალავენ არა იმიტომ რომ ეს ლეგვების პერიოდი ასე თქვათ ბუნებრივი გადარჩევის პერიოდია იქ რჩება ძლიერი ლეგვებიდან ყველაზე ძლიერი დრო ამას ვერაფერს ვერ უსვამს და ჩვენ ხროვას რომ ვეძახით ეს ხო არასწორი სიტყვა რა განსხვავებაა მგლების ოჯახსა და მგლების ხროვას შორის ხროვა შეიძლება დროებითი გაერთიანება იყოს რამდენიმე ოჯახის რაღაც მიზეზების გამო ან საჭმელის სიმცირის გამო იმიტომ რომ ერთ მგელს უჭირს დიდ ცხოველზე ნადირობა ოჯახით ხო დადიან სანადიროდ ერთი ხო არ დადის არა ცხადია თან როლები აქვთ განაწილებული ერთი ჩასაფრებულია მეორე მიერეკავს მესამე კიდე საიდანაც გვერდიდან გამოხდებია ხოლმე თქვენი ჩართულობაც გავიხსენოთ რა როგორ ეხმარებოდით მგლებს ნადირობაში და როგორ გახდით მათიანი ამ ნადირობის პროცესში რა როლი გეკისრათ აი ამ დროს არაფერი დიდია ერთადერთი მე მგონი მგლები თვლიდნენ რომ ეხმარებოდით მე ესე მგონია გი იცით რა ხანდახან გვერდზე უნდა გაყვე მაშინ ძალიან ხო ძალიან სწრაფად დარბიან და ადამიანს შეუძლია ესე ნუ ფაქტია რომ თქვენ შეძელით მაგრამ ნუ რამდენი ხანი გაკაჩავს ამდენი არა დიდხანს ვერაცხადია მგელს შეუძლია დააგდოს ნებისმიერი აი ჯეირანი ძალიან სწრაფია მაგრამ იმდენად გამძლეა მგელი რომ შეულიას დიოს სანამ არ დაეცემა ის თქვენ სამბავს ვიხსენებდით ნადირობა მგლებთან ერთად ერთია რომ გზის მოჭრა გადაჭრა იმიტომ რომ ირემი თანხა თუ დიდი რქები აქვს
ბილიგზე დარბისმა დღეში ვერ ხო სიგზაგით ვერ ივლის. და გზას გადაუჭრიდი ხოლმე და შეანელებდა ეს უკვე მგელისთვის. დიდი დახმარება. ხო, ნუ ახლა ალბათ მაგინებენ, მაგრამ რაზე? აი ასე. ირმების მხარეს ვინც არის ისინი? მე მგონი მაგ ხალხმა არ იცის რომ ბუნებაში უბრალოდ ადამიანის ჩარევაა ცუდი, თორემ მგლისან ირმის მხარეს ყოფნა კი არა. თაყვები მგლის ეგ არის. მათი ფილოსოფია არის ის, რომ მგელი ჭამს იმას, რისი შეჭმაც მე შემიძლია. რატომ უნდა შეჭამოს მგელმა, როცა მე შემიძლია მოვგლე ის ირემი. ესეთი ფსიქოლოგია რასიზა. და ჩვენ რატო გავხდით ასეთები, როგორ ფიქრობთ? რატო არ გვაქვს აი ეს მკაცრი დადგენილი წესები მაგალითად? რა არის ჩვენი საკვები, რა არა, რა შეგვიძლია ვაკეთოთ? რამ შეგვცვალა? ადამიანებსაც ხო აკვირდებოდით? ხო და მართლაც გითხარით. მაგაზე ცოტა მოგვიანებით. ერთხელ რაღაც მურდალი ხმა მესმის. გავღევი ამ ხმას. ხედავ ირემი გავათი დგას ჩემგენ და რაღაცა ხმოის რა არის ვერ გავიგე. ახლა რომ მივედი რა შევხედავ. დათვის ხაფანგია. და დათვის ხაფანგში მარილი. სალოკავად მოდის. ირემი მარილი სალოკავად. და აი ამ ცხვირზე უჭერს ეს ჩამტრეული კეხი. ბადამტრეული. ამას მარტო ადამიანი მოიფიქრებს. შაუბედურად. ერთადერთი რიში გაკეთებაც შევძელი ძალიან სწრაფად რომ იმაზე უფრო არ ედგინებოდა ხელი გამოვჭერი. აუგუცე გადავყარე დღეში. ნუ წერილი დავწერე იქ დაუდოვე. მარა ნუ მაგისანა twins რა. იქნება განათლება მუშველოს. მაგალითად რაღაც სულელური მითე. ჩემი თავი მე ხო ვიცი. ხო ეს საქართველოს კლავს. მე ხო ვიცი. რაღაცა გაუგიალია მოგდარავ. ეს კლავს ქვეყანას. ახლა მადლობა ხმარის ახალგაზრდები მაინც მოდიან. განათლებულები. მე ხო ვიცი. და ამ დროს ჩვენ ვიცით მარტო მითები, რაღაც ლეგენდები და რეალური ცოდნა არ გვაქვს და მე ვფიქრობ ზუსტად ბავშვობიდან უნდა ისწავლებოდეს და ჩვენ როგორც ხელს გიშლიდან ზუსტად აი ესე უნდა შეუწყონ პირიქით ახლა ახალგაზრდებს ხელი რომ ველურ ბუნებაში იქნება თუ ნაკრძალში იკვლიონ და მე ვფიქრობ ბიოლოგია და ზოოლოგია კარგად ვინც იცის ის ასეთ შეცდომებს მე აღარ დაუშვებს ხო? იცით აუცილებელი არ არის ბიოლოგია და ზოოლოგია იცოდე. ნუ რაღაცნაირად განათლებული უნდა იყოს ცხადია. მაგრამ აი ბავშვობიდან თუ არ გაიზარდა ბრაკონერი გამოვა მე. ბავშვობიდან უნდა გაიზარდოს. უნდა თავში ჩაუდონ. ბავშვს როგორ უნდა მოიქცეს და ბუნებას როგორ უნდა მოიქცეს. 80 ირემი დარჩა. ნუ აი მაშინ ბოლოს რო ვიღარ. დაგვიდეხს ნაკრძალში.
აზერბაიჯანში გადავიდა. რატო გადავიდა? აქ თუ წყნარად არის, იქ რატო გადავიდა? მე ჩემი ბიძაშვილი წავიყვან ერთხელ. აი გია ბადრიძის შვილი. თან შემწყა ტყავი გაატყავეს ტყავიანად დაეზარა წაღება. ირმის ტყავი დაჩვრეტილი კალაშნიკოვით. ახლა და როგორ აკეთებდნენ? ირმის ჯოგზე რო გადიოდნენ, პირდაპირ მიუშვებდნენ კალაშნიკოვს. ადგილზე შეიძლება ერთი, მაქსიმუმ ორი დარჩა. დანარჩენი აიბდი ღელეებში სუნეთი პორნიდით ხსნად ირმებში. ნუ ეს რა დონის ცხოველი უნდა იყო, აი წარმოიდგინეთ. და რატომ აკეთებენ ადამიანები ასე როგორ ფიქრობთ? ხოში. ანუ ხოში მარტო ჩვენ გვაქვს? ხოში. გლებსა აქვთ ხოში? და თან მთელი პრობლემა რაშია, რომ ცხრის ხორცზე, ხორის ხორცზე, გემრიელი ხორცი არ არსებობს. ამას ჰორმონების სპეციფიური სუნი აქვს. მე მიჭამია დამბადიშეს ერთხელ. ნუ აი ირემი მოკლა. რქებიანი. დღეს ვინც აპირებს, რომ თქვენი საქმე გააგრძელოს, სხვა ცხოველებს დააკვირდეს თქვათ, შეისწავლოს, როგორც თქვენ მოგვეცით დიდი ცოდნა, აი ესე ველური ბუნებიდან მოგცეს ცოდნა, რას ურჩევდით მათ? ანუ საიდან უნდა დაიწყონ, რა გააკეთონ, როგორ რა დაძლიონ საკუთარ თავში? ეს ერთი რა უნდათ? ხო. ახლა ასპირანტურაში რო აბარებს კაცი, უნდა რომ 3 წელიწადში გააკეთოს დისერტაცია. აი 3 თუ 4 წელი არ მახსოვს ასპირანტურა. მაგისტრის სიტუაციაში აი ჩემი მეგობარი და კოლეგა ზურაბ გურიელიძეა, რომელიც ბუნებაში აკეთებს, 13 წელიწადი აკეთებდა დისერტაციას. არავის არ უნდა. ესე იგი, დღე და ღამე დღეში უნდა იყო ოჯახი გინდა რთულია. რეალურად რთულია. აი თუ ახლა ორნითოლოგებს კიდე ერთი უამი აქვს, რომ მაგათ ჭირდებათ ნიმუშები ფრინველების. ესე უნდათ დახოცო, მოიპოვო, გაატყავო, ფიტულები გააკეთო, დათვალო, ბუმბული რამდენი აქვს. ახლა არ ვიცი, შემოვიდა ეს თანამგზავრის რადიო. მაგითი რეალურად შეიძლება რაღაცის გაკეთება. სასიკეთოდ გამოყენება. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებებით ცოდნა, უნიკალური ადამიანი ბრძანდებით, საამაყო ჩვენი ქვეყნისთვის და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ არ ვაკეთებთ ხოლმე დიდად პოლიტიკურ კომენტარებს, მაგრამ ბატონი იასონის მამაც, თვითონაც და მისი შვილიც მაინც ყოველთვის იყვნენ ხოლმე ხელის შეშლის ობიექტები. სახელმწიფო მათ კი არ ეხმარებოდა, პირიქით ხელს უშლიდა თავის საყვარელ საქმეში. ვისაც უნდა რაღაც გამოუვიდეს მეცნიერებაში და ცხოვრებაში, ძალიან უნდა უყვარდეს თავისი საქმე, ისე როგორც ბატონ იასონს უყვარს თავისი საქმე და
ძალიან ბევრი სწორი წარმოუდგენელი აზარტია. აზარტი და სიყვარული ჭირდება იმას, რომ რაღაც გამოვიდეს. მათ შორის დისერტაციაც, ისე აზრი არ აქვს. მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს უნივერსიტეტს და მთისწყალს სპონსორობისთვის. ჩემი სტუმარი იყო ბატონი იასონ ბადრიძე, დიდი მადლობა მას ამისთვის. მე კი შემდეგ წიგნამდე გემშვიდობებით. გამარჯვება პროცესია. ცოდნა ფარია. იარაღია. ძალა.